სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილია 1985 წლის 5 ოქტომბერს, ჩვენ ვართ 33 ნაწილის A განყოფილებაზე და შემდეგი კითხვა ეხება Halloween-ს. ამაზე ჯონ მაკარტურს ნასაუბრები აქვს, მე ნამდვილად მახსოვს, რომ ჩვენ აღვნიშნეთ ალბათ ქადაგებებში, იმიტომ კითხვები და პასუხებში მე რო ჩავწერე, ვერ მოვიძიე. და ამიტომ იძულებული ვიყავი ეს ორი კითხვა გამეყო, რომელსაც ქალბატონი ჯინა სვავს. ერთი არის შვილთან მიმართებაში, ქრისტიანულ სკოლაში რო დაყავს და იქ უნდა იზეიმონ ჰელოუინი და მეორე მისი მეუღლის შესახებ, რწმენის შესახებ, რამდენად შეიძლება ახლოს გავიცნოთ და როგორ შეიძლება გავიცნოთ იესო პერსონალურად და ძალიან პასუხობს ჯონი. ამიტომ მე იძულებული ვიყავი გამეყო ეს ორი კითხვა. რამე თუ ჰელოუინზე ვისაც დაჭირდება რომ მოიძიოს ეს ადვილად და სპეციალურად დავასათაურე ესე რომ ქრისტიანულ სკოლაში რამდენად სწორია ჰელოუინის აღრიცხვა ქრისტიანულ სკოლაში. ნუ აღარ ვლაპარაკობ გარეთ რაც ხდება არა ჩვენზე ახლა არჩევანიც ხომ არის ჩვენზე ხო და ბავშვები როდესაც განიცდიან საზოგადოებრივი აზრის ზეწოლას peer pressure ქვია ამას ხო როგორ მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით და ძალიან მეგონი მნიშვნელოვანია საქართველოშიც უკვე აქტუალური დადგა და თუ მოусვენთ მართლმადიდებლებს ხომ ძალიან შემაშინებელი და ძალიან ისე როგორ გითხრათ ძალიან აი სატანური და თუ ნახავთ აი YouTube-ზე ნახეთ პასუხები როგორია იმიტომ რომ ამაზე ყურადღებას გვატანინებენ LGBT-ის მარშებზე ხომ რომ ესენი საშინელებად სატანურია და რა ვიცი აი მონსტრად დახატავი და ამ დროს თავისთან რაები ხდება წარმოიდგინეთ საპატრიარქოში ამაზე კაციშვილი ხმას არიღებს და საერთოდ რა ხდება ხო ქვეყანაშიც თუნდაც მინიმალური ხელფასი იყოს თუნდაც ადამიანის უფლებები რა არის ეს კლანურობა და ქურდული მენტალიტეტი და რა ვიცი რეები არ ხდება ხო თვითონ შიგნით ამყრალებულია და სუნი ყარს ეს საპატრიარქო ამ დროს უცებ მივარდებიან ჰალოუინზე მივარდებიან იმაზე აქ სხვანაირი დატვირთვა აქვს ჰალოუინს არ აქვს ისეთი რაღაცა საშინელებები ხო მაგრამ ქრისტიანებმა სწორი შეხედულება უნდა ქონდეს ამაზე მის მაგერადო აქცენტები დასვან საპატრიარქოში რაც ყველაზე სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ისევ თითქმის დასალურღირებულებებზე და ამ დროს რუსულად უნდათ რომ ხალხი ველური კაპიტალიზმით გამოწუწონონ და დააჩმორიკონ რათა თავის თავზე მიიბან აი განსხვავება დიდი არის ხო ამაზე ამიტომ ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს მათ ხომ უნდა კარგად აღწერონ ხო რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ მოვლენას და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ის უცებ პარადებს რო გადაუღებთ და აი პარადებს აყურებინებთ აი ტიტველი ქალები ამასინებს ვიღაცა ქალებმა გაიხადეს პარიზში თუ სადღაც ხო და პროტესტი დაანიშნა აი ეს არის საზღვარი დასავლეთ ამ დროს დასავლეთში არიან 5000-6000 დოლარი აქვს ზოგს ხელფასი იცით მოვლელებს ამერიკაში ხო და კიდე იმეებს სატვირთო მანქანის დარგებს მაშინ რა ნამუსით ცხოვრობ იქა და რა ნამუსით იღებ იქ ფულს ესე გეზიზღება ადამიანები და შენ უბრალოდ იგივე მოპარვა არ არის ეგა და აი ამიტომაც იყო ჩვეთა რომ აი სახში არის პარავდნენ ვითომ სამეზობლოში და უბანში და გარეთ უბანში ვაკეში და იმაში და მე გაცდა რუსეთში მოპარვები და ეხლა საზღვარგარეთ ეს გამართლებულია და მე ამ ფულით ეკლესიების აღიება ხო ეს არის გამართლებული ხო და ამიტომ ჩვენ რო ნათლად ვიცოდეთ ეს რა არის მოდით მოусვინოთ აბა ჯინას და ბატონი ჯონი როგორ პასუხობს მაგას გამარჯობა ჯონ მე მქვია ჯინა და ეს უფრო გარკვევით რჩევა არის გაზიარება ჩემი გამოცდილების ვიდრე ეს კითხვა არის მე მყავს პატარა ბიჭი რომელიც ქრისტიანულ სკოლაში დადის და ის საბავშვო ბაღშიც არის ჩემი ყურადღებამდე მოვიდა ის ამბავი რომ ისინი აპირებენ რაღაცა ფარნების გაკეთებას ჰალოუინისთვის და რაღაცა შავი კატებისათვის მოკლედ აღნიშვნას ჰელოუინის და მე ველაპარაკე მის მასწავლებელს და თქვა რომ შობაზეც ისინი ასევე ამზადებენ თოვლის ბაბუებს და აღდგომისთვის კურდღლებიც და კვერცხებიც აგაქვთ გამზადებული და მე უთხარი მათ ჩემი შვილი მე მგონია რომ ქრისტიანულ სკოლაში სწავლობს და მე მინდა რომ არ დაშორდეს ქრისტიანულ ღირებულებისეთკი იმიტომ მე სახში ვასწავლე იმას რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჰელოუინის ნაწილი და თქვენ კიდე აქ გარკვეულწილად კომპრომისები ხართ საზოგადოებასთან და ამითი ეწინააღმდეგებით და უპირისპირდებით ჩემს მიერ ნათქვამს ბავშვისადმი. ეს კი დაბნევას იწვევს ბავშვში მეთქი. იმიტომ რომ ბავშვი მეკითხება დედა რატომ არ შემიძლია მე ამის გაკეთება? არ და ისინი ამას აკეთებენ. თან ხედავ რომ ის ქრისტიანული სკოლაა. მე დილით ახლა 10 საათზე მაქვს დანიშნული სკოლის დირექტორთან და გთხოვთ ჯონ შეგიძლიათ რჩევა მომცეთ მე?
ჯონ მაკარტური პასუხობს: "ფიქრობ, რომ ძალიან კარგია ჯინა, თქვენ რასაც აკეთებთ და თქვენ 100%-იანი მართალი ბრძანდებით. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა შევქნათ არანაირად არასაჭირო დაბნეულობა ბავშვებში. არანაირად. არ უნდა დავაბნიოთ ისინი. გულისხმობ ამ ფარნებს, კატებს, ჟადოქრებს, ეშმაკებს, დემონებს, ამ სასაცილო კოსტუმებში გამოწყობილ ადამიანებს და ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი წარმართობის გამოა. ეს არის წარმართობის გადმონაშთი. ფაქტობრივად მე ადრეც დავწერე, მთელი სტატია მიუძღვენი ამას, რომ ჩვენ შეგვყავს გარშემოყოფები, რომლებიც ძველი ეკლესიის დღესასწაულის საშინელი ნაზავია წარმართულ დღესასწაულებთან. იცით ხომ? ეს არის წარმართების სატურნალის დღესასწაული და ყველაფერი აირია მე შობაში და ყველაფერი აზილეს და აზიტნეს, ხომ იცით არა? და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი კაფიო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, განსხვავებული უნდა იყოს იმისაგან, რასაც გარეთ მიწიერი სამყარო გვთავაზობს. დიახ, მე მართალი ბრძანდებით, რომ დირექტორს აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ და ეს ძალიან მარტივი საკითხია, როგორც თქვენ თქვით, რომ ეს არის, თუ არის ეს ქრისტიანული სკოლა, მოდი მაშინ ავღნიშნოთ ეს ქრისტესა და ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით და განსხვავებული ნიმუშით მივცეთ ეს ბავშვებს. რასაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენ შვილებთან მიმართებაში, ჰალო윈თან მიმართებაში, მე ადრეც ავღნიშნე, რომ თქვენ უნდა მიცეთ გარკვეული ალტერნატივა. იმიტომ რომ ისინი პატარები არიან და ისინი ვერ იგებენ, ამიტომ მათ ჭირდებათ რაღაცა ალტერნატივა, თუ გარეთ რაღაცას აღნიშნავთ, რომ თქვენც რაღაცა ანალოგიური გააკეთოთ ქრისტიანული თვალთახედვით. იმიტომ რომ მათ დიდად არ აინტერესებთ ახლა რა ხდება, უბრალოდ მათ უნდათ რაღაცი დაკავდნენ, ხომ? და რო არ განიცადონ რაღაცა ეს სიცარიელე, თქვენ შეგიძლიათ ეს შეავსოთ თქვენებურად. როცა პატარები იყვნენ, ჩვენ ამას ვაკეთებდით ყოველთვის ჩვენ ოჯახში. და თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენ თვილი შვილისთვის გააკეთოთ, მაგრამ როდესაც სხვები აკეთებენ, ბუნებრივია რომ მას უჩნდება ესეთი კითხვები სკოლაში. დიახ, ეს არის იმის გაკეთება, რასაც მე ვგეგმავ ჯონ. ძალიან კარგი, კეთილი და პატიოსანი. ამიტომ მეც დაველაპარაკებდი აუცილებლად სხვა ადამიანებსაც ამ სკოლაში, სხვა მშობლებსაც, რომ თქვენ მარტო არ იგრძნოთ თავი და ეს ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და კითხვის დამცველი ჯინა აგზელებს. დიახ, ბავშვებს არ ესმით კომპრომისზე წასვლა, ასევე არ ესმით ჯერჯერობით რა არის ჭეშმარიტ და სიმართლე, და ამიტომაც როცა მე დაურეკე ამ რჩევისათვის ჩვენს ეკლესიაში, გრეისის მადლის ეკლესიაში, რას ფიქრობდნენ? მათ მითხრეს, რომ ჩვენ კაცრად, აბსოლუტურად არ ვაკეთებდით ამას და მე ძალიან გამიხარდა ჯონ ამის მოსვენა. დიახ, ჩვენ ეკლესიაში ესეა, ჩვენი საბავშვო საკვირაო სკოლაში ჩვენ არ აღვნიშნავთ ანალოგიურ რაღაცებს. და არც შობაზე და არც აღდგომაზე ჩვენ არ გვაქვს არც თოვლის ბაბუები და არც კურდღლები და არც ბაჭიები. მადლობა ჯონ პასუხისათვის.